აი ესე აღმოჩნდა ქალბატონო პროკურორი ჩემი მაკაროვი პატრულის მანქანის წინ რუსთაველის პროსპექტზე. ეს გაცხადება თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასამართლოს ხდომაზე გააკეთა და მოითხოვა, რომ აღკვეთ ღონისძიებად მისთვის პატიმრობა შეეფარდებინათ. როგორც ალექსანდრე ნინომ ხდომის მიმდინარეობისას განმარტა დანაშაულის პროვოცირება პროკურატურისა და საგამოძიებო სამსახურების მხრიდან 1 წლის განმავლობაში მისსა და მის ყოფილ თანამშრომლებზე განხორციელებული ზეწოლების შემდეგ მიიღო. ალექსანდრე ნინოას განცხადებით მას თხოვდნენ, რომ ჩვენობა ყოფილი ხელმძღვანელის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიეცა. აღარ მახსოვს უკვე რამდენ საქმეზე იყო ეს 7, 8, 9, 10 და ბოლოს ყველა წავიდა იქით რომ აუცილებლად მე რაიმე ჩვენება უნდა მიმეცა დავით კეზერაშვილის წინაშე. გარდა იმისა, რომ ის ჩემი მინისტრი იყო, ის ჩემი მეგობარია და პლუს კიდევ ამ ყველაფერს რო თავი დავალებოთ, ვერანაირ ჩვენებას ვერ მივცემდი იმაზე, რაც არ არსებობია. ძალიან ვამაყობ იმ წლებით, რომელიც ამ კაცის გვერდით გავატარებთ და ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ ერთობლივად. მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი საქმეები ამ ქვეყნისთვის. მე ის მჭამს, რომ ჩემს გამო და ჩემი გაცემული დავალების გამო ამ ახალგაზრდა ხალხს ესე დაათრევენ ერთი ორგანოდან მეორე ორგანოში. მე ყოველ დღეს იმის მოლოდინში ვიწყებ დილით, რომ რომელს დაიჭერენ დღეს ახლა ჩემი გულისთვის და იმის გულისთვის, რომ ჩემი დავალება შეასრულეს. ეს ხალხი არაფერ შუაში არ არის. უნდათ უბრალოდ ამის ყველაფრის ჩემ წინააღმდეგ გამოგენება. გამომდინარე იქიდან, რომ ესენ ამ ჩვენებას არ აძლევენ, ემუქრებიან დაჭერა. ალექსანდრე ნინოას განცხადებით პროკურატურა მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა ხდებოდა. სასამართლოს ხდომაზე ნინოამ ტექნიკური ხასიათის შეცდომებზე ისაუბრა და ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა სასამართლოს ხდომაზევე საკუთარ თავზე აიღო. არც ერთი მათგანი, რასაც მე აქ შეცდომას და ხარვას უწოდებ, არ ეხება რაიმე სახის შეცდომას, რომელსაც რაიმე სახის მატერიალური ზიანი მოუტანია ქვეყნისთვის და ამ ბიუჯეტისთვის. ფორს მაჟორში იყო თავისთავად ცხადია მთელი თავდაცვის სამინისტრო. მე ეხლა ხალხი ციმაზე ტყვიაზე მიდიოდა და მე ვერ დავიწყებდი იმის მტკიცებას, რომ იცით რა, ამ პროცედურაში მე 6 თვე მჭირდება და მოდი თქვენ მოდით და ტყვიები რო გჭირდება 6 თვეში გიხდით რა, ან ბამბა რო გჭირდებათ და ან მედიკამენტი რო გჭირდებათ, ის ამას 2 თვე უნდა. ყველა ხელშეკრულებაზე აბსოლუტურად ვაგებ პასუხს სრულად, იქნება ეს მექანიკური შეცდომა, იქნება ეს პროცედურული თუ როგორი შეცდომაც არ უნდა იყოს. ვერავის ვერ გაეპარებოდა ეს შეცდომა და ეს მხოლოდ ჩემი დავალებით არის გატარებული ეს შეცდომები, იმიტომ რომ ქვეყანას ჭირდებოდა ეს სხვა გზა არ იყო უბრალოდ. ალექსანდრე ნინოას საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის სამართალდამცველებმა 2 დღის წინ რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ბრალად იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარება ედება, თუმცა ეს ბრალდება მის თავდაცვის სამინისტროში მოღვაწეობის პერიოდს არ უკავშირდება. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მისი ოჯახის წევრებისა და ადვოკატებისთვის. გადაწყვეტილება არ იყო ჩემთვის ცნობილი. უკაცრავად ძალიან დიდი ვამაყობ ჩემი მეუღლეთ. ჩემი 9 წლიანი საადვოკატო პრაქტიკის პერიოდში პირველი შემთხვევა იყო სხვისგან არც არ მსმენია, როდესაც დაცვის მხარე გაახმოვანებდა სურვილს სასამართლო პროცესზე, რომ ბრალდებულს სურს, რომ მას შეეფარდოს დაპატიმრება. ეს იყო გარკვეულწილად აქცია, პროტესტი მისი მხრიდან და განაცხადა ამ საქციელით, რომ მას არ ეშინია ციხის, ის მზად არის იყოს ციხეში, მანამ სანამ ყველა მისი თანამშრომლის ბრალეულობის შესახებ არ გამოვა გადაწყვეტილება, რომ მის მიმართ დანაშაულები არ არიან. რაც შეეხება დანაშაულის პროვოცირებას, მან შეგნებულად დაანახა პოლიციელებს იარაღი, დააგდო ძირს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ეს ცეცხლსრული იარაღი. ამის დამადასტურებელი საქმის მასალებში არაფერი არ არის, რომ პროვოცირება მოხდა, ჩვეულებრივ მოხდა დაკავება ალექსანდრე ნინოას. თქვენთვის თუ არის ცნობილი რამდენიმეჯერ იყო დაკითხვაზე პროკურატურაში ამის შესახებ? ამის შესახებ ჩემთვის არ არის ცნობილი. ალექსანდრე ნინოას ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება მთავარმა პროკურატურამ გააკეთა. საქართველოს პროკურატურა უარყოფს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროზე ალექსანდრე ნინოაზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს. საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ ალექსანდრე ნინოა პროკურატურის მიერ მხოლოდ 2 ჯერ იქნა გამოძახებული. იგი მოწმის სახით დაიკითხა 2013 წლის 26 სექტემბერსა და 19 ოქტომბერს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. აღნიშნული საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დიდი ოდენობით თანხების მართლწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტს. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2012 წლის 1 აგვისტოს.
ალექსანდრე ნინუა შესყიდვების დეპარტამენტს წელიწად ნახევრის განმავლობაში 2007 წლის აგვისტოდან 2009 წლის იანვრამდე დავით კეზერაშვილის მინისტრობის დროს ხელმძღვანელობდა. დავით კეზერაშვილს ბრალი რამდენიმე მუხრით აქვს წარდგენილი, მას პროკურატურა ქთამის აღებას, კონტრაბანდული საქონელის შემოტანას და ასევე სხვისი ქონების დაუფლებას ედავება. კეზერაშვილის ადვოკატის განცხადებით მოცემულ საქმეში ალექსანდრე ნინუას ჩვენებები არ ფიგურირებს, თუმცა ადვოკატი ნინუაზე განხორციელებულ ზეწოლას დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ახალი საქმის აღძვრას უკავშირებს. ნინუა დაიკითხა, როგორც ჩანს, იკითხებოდა პერიოდულად სრულიად სხვა ახალ საქმეზე, რომელსაც როგორც ჩანს პროკურატურა აი ამ მეთოდოლოგიით ცდილობს რომ შეკეროს კეზერაშვილის წინააღმდეგ, თუმცა აქვე დღევანდელი ფაქტებიდან გამოიკვეთა, რომ პროკურატურამ ჯერჯერობით ვერ მიაღწია მისთვის სასურველი ჩვენების მიღებას, თუმცა მომავალში რა მოხდება, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, როგორ განვითარდება მოვლენები. ალექსანდრე ნინუას გადაწყვეტილებას დღეს უმცირესობის დეპუტატიც გამოეხმაურა. ალექსანდრე ნინუას ირგვლივ მიმდინარეობდა ზეწოლა მთელი 1 წლის განმავლობაში და მისგან პირდაპირ ითხოვდნენ, რომ მას მის თანამშრომლებს მეგობრებს მიეცათ ჩვენებები დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. სწორედ ამ შანტაჟმა, ამ ტერორმა გახადა ალექსანდრე ნინუა, რომ გადაედგა ეს ნაბიჯი იძულებული, გახდა რომ ეს ნაბიჯი გადაედგა და ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო ებრძოდეს კრიმინალს, იბრძოდეს კრიმინალის წინააღმდეგ, იბრძოდეს ბიუჯეტის შესავსებად. ამის ნაცვლად მათი მთავარი სამიზნე ისევ არის პოლიტიკური ნიშნით არჩეული ადამიანები. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გლდარის მეორე საპრობილეშია გადაყვანილი. საქმის არსებითი განხილვა 2014 წლის 15 იანვარს დაიწყება.